მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გიორგი ქართველიშვილი, დღეს ძალიან ლეგენდარული სპორტსმენი ყავს მოწვეული გიორგი ბეროშვილი, სალამ გიო და მისი შვილი გიორგი ერთმანეთს ძალიან გვანან. გიორგიც სპორტსმენი არის, იგივე კატეგორიაში გამოდის, რაშიც გიორგი, იგივე შეასპარეზობს. მოკლედ გიორგის გაგაცნობთ მის წარმატებებს. გიორგი არის 6 გზის მსოფლიო ჩემპიონი და რეკორდსმენი, ასევე ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენი, საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონი და არნოლდ კლასიკის ჩემპიონი წოლჭიმში. დანარჩენს კიდევ გიორგი მოგვიყვება თავის შესახებ. მოგესალმებით, დღეს ვიმყოფებით ლეგენდარულ დარბაზში, კლუბის ზევსი, ბატონი თემური ვაჭარაძის დარბაზია. ამ დარბაზში გავიზარდეთ მე და გიორგიც. აგვა გაკეთებული საუკეთესო წონები, გატარებული გვაქვს საუკეთესო წლები და აქ დავმეგობრდით და აქ გავიცანით. დღეს შემოგთავაზებთ წოლჭიმის ვარჯიშს, გასწავლით ტექნიკებს, პატარა-პატარა ეშმაკობებს, რა შეიძლება გაკეთდეს წოლჭიმის დროს, რა გვეხმარება, რა ვარჯიშებით შეიძლება წოლჭიმისზე წონების გაზრდა. მოკლედ საინტერესო ვიდეო გელოდებათ დღეს. ახლა ჩვენ ნელა დავიწყებთ უკვე გახურებას, როგორ უნდა გავხურდეთ, სანამ წოლჟიმს გავაკეთებთ, bench press და ნელა ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოგიყვებით. გიო, გახურებაზეც რო ვთქვა 1-2 სიტყვა, აი როგორ შეიძლება მაგალითად რომ კარგად გავხურდეთ რა. ბევრს მე მაგალითად მხრებზე პრობლემა მაქვს, მტკივა ხოლმე და ძირითადად მაგ შემთხვევის გამო რომ სწორად კარგად არ ხურდებოდი ხოლმე რა ადრე. და მაგის შემდეგ ნელ-ნელა ხო იცი გამოცდილებასთან ერთად მე ყველაფერი მოდის რა. შენ როგორ ხურდები ხოლმე მაინტერესებს, აი სანამ უშუალოდ წოლჟიმს დაიწყებ ვარჯიშს. პირველ რიგში გეტყვით რომ ანუ ყველასთვის ცნობილია წოლჭიმში მონაწილეობს ტრიცეპსი, კერდის კუნთი, მხრის კუნთი და ესენი აუცილებლად უნდა გავახუროთ. ასევე წონის დაჭერის დროს მონაწილეობს ზურგის კუნთები. ასევე ზურგის კუნთებიც უნდა გავახუროთ კარგად, სანამ დავიწყებთ უშუალოდ წოლჭიმის გაკეთებას. ამიტომ ვიწყებთ პატარა წონებით, ვახურებთ მღერებს, ტრიცეპს, კერდის კუნთებს და მერე უშუალოდ უკვე ვიწყებთ წოლჭიმზე გახურებას. ჩვენი დავიწყებთ. ორივე სიტყვით რო გითხრა შენზე რა, და რეგიმენტი გაქვს, როგორც ვიცი, სამხედრო სამსახურში ხარ. იმდენ დროს ვერ უთმობ ვარჯიშს და რა გეგმები გაქვს და რას აპირებ? მონაცემები ძალიან მაგარი გაქვს შენთან დარბაზში რომ მოდიხარ, მთელი დარბაზი შენ გიყურებს ისე წონებს ხოლმე. ხო, თავიდან მაგალითად სერიოზულად არ უყურებდი ვარჯიშს და რაღაცა, ჩემპიონში დავიწყე, ასე ვთქვათ და ნელა შედეგებზე რომ გადიხარ და თან ხედავ რომ წინ მიდიხარ, უფრო რაღაც мотиваცია გეძლება, თითქოს გინდა რომ უფრო რაღაც წარმატებული გახდე რაღაცა. ჯერჯერობით არ ვიცი ამ სპორტში გამოვალ თუ არა, მაგრამ შედეგები მოდის და რა ვიცი ეს კაი პროგრესი არის და ეს პროგრესი მაძლევს мотиваციას რომ გავაგრძელო ამებზე ვარჯიში და რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს ეს სპორტი, რო არ მომწონდეს არც გავაკეთებდი, ასე ვთქვათ, ცხოვრების გამო ყოფილი ნაწილი ხდება მე ვარჯიში დიდხანს რო ვარჯიშობ. იმიტომ რომ როგორ გითხრათ, აი დარბაზში იქნები და ვერ მიგატოვებს ასე ვთქვა და ცხოვრების გამო ყოფილი ნაწილი ხდება მე ცხოვრებაში გეხმარება წინსვლაში, სტაბილურობაში, ძალიან ბევრ რამეში ძანასწრებს ვარჯიში, ასე რომ ვთქვათ, ცხოვრების გზას გაპოვნიებს. მე პირადად ჩემთვის ესე არის რა. კი, დისციპლინას გასწავლოს, რაც ნებისმიერ ასპექტში არის ცხოვრებაში საჭირო მიზანის მიღწევა თუ მინდა, არ აქვს მნიშვნელობა იქ იქნები თუ ვინ იქნები. სწორედ ამას გასწავლოს, რომ მიზნისკენ როცა მიდიხარ, პროგრესს ხედავ, თან მე რაღაცა ხანდახან შეიძლება ტრავმა მქონდეს, მაგრამ მაინც აგრძელებ ამის და მივხედავ და ძალიან დიდი გავლენა აქვს ცხოვრებაზეც და როგორ მიყოლებს ცხოვრებაში ჭიდაობას გასწავლის, ასე რომ ვთქვა. კი. ჯორჯი, რამდენი დავიწყოთ? გავიცი, პირველი მისვლა გახურების 60 თუ აკეთებ, ამიტომ გავაკეთოთ 20-იანები. 60-ით დავიწყოთ. ამ დარბაზში მიყვარს აი ეს. ხმა. მალე შევიდა ბოლომდე. მოკლედ გახურების პირველ მისვლას ვაკეთებთ. ამ შემთხვევაში 60 კილოს 40 ჯერ და მერე უკვე 100 კილოს ვაკეთებთ 20 ჯერ.
კაცი ედევა ხოთი. კაცი ედევა. ჯორჯი, რამდენი დაუმატოთ? მე მეორე 100 მივდივარ. აუ, დავუმატოთ 100. ესე იგი შენ 15 კილოიანი ბლინები არ გევას. იო, რამდენი გამეორება გავაკეთო? რა სპიჩი? 100, ანუ 60 კილოგრამს ვაკეთებ ხოლმე 40 ჯერ და 100 კილოგრამს 20 ჯერ. ინდივიდუალურად. შენ როგორც ახარ შეჩვეული ისე გააკეთე. ეს სასწაულის წონები აიწევა ამ დარბაზში. სანამ გახურების მეორე მისვლას გავაკეთოთ, ანუ გავაკეთოთ ზურგი. ზურგზეც გახურებას და მე გავაკეთებ ამას. გიო, ერთი კითხვა მაქვს. არნოლდ კლასიკზე რომ მიიღე მონაწილეობა რა, მან რამე კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდი და კონკრეტულად რაღაცა ბაზით უნდა მიდიოდე, რომ აი პირობითად 250 არის შესარჩევი უეჭველი უნდა წევდე? მოკლედ წელს დაიწყეს, ეს 2 წელი არ იყო. 2 წელი რომელზეც მე გამოვდიოდი არ იყო, ოღონდ იყო ეს. არის რომ გიგზავნიან მოწვევას. როცა ელიტარულ სპორტსმენებში ხარ, თვითონ არნოლდ კლასიკიდან ფედერაცია ვინც არის და ორგანიზატორი გიწევს და არის მეორე ვარიანტი, შეგიძლია განაცხადი შეავსო, რომ გინდა მონაწილეობის მიღება. შემდეგ უკვე უგზავნი ინფორმაცია შენს შესახებ, რა გაქვს გაკეთებული, რამდენს აკეთებ და ისინი გადაამოწმებენ, თუ გეკუთვნის უკვე მე მიდიხარ ამ შეჯიბრს. მე გიწევი. ხო, ანუ ესე არ არის, რომ ნებისმიერი თქვა ვისაც უნდა ადგა წავიდა. არის ასევე სალიცენზიო შეჯიბრები არნოლდ კლასიკისთვის. იმ შეჯიბრზე თუ გააკეთებ რაღაც შედეგს, შეგიძლია მე გამოხვიდე არნოლდ კლასიკს. როგორ დღეს ისე წევ. წელს. ჯორჯი, რამდენი დაუმატოთ? მოკლედ ჩემი სავარჯიშო პირველი წონა ვიწყებ 140-ს. მაგრამ გავაკეთოთ დაბალი წონით. მე ცოტა დაკლებით შევალ, თორე? კი ბატონო, მე დავამატოთ ჩემთვის. მოგლეთ მეგობრებო, ახლა ჩვენ გამახურებელ მისვლებს ვაკეთებთ. და მოყვარულებსაც გირჩევთ, რომ აი სანამ დაიწყებთ და ახვალთ მაღალ წონებზე, სამუშაო წონები აუცილებლად უნდა გააკეთო. გიო, შენ როგორ რეკომენდაციას გასცემ პირობითად, აი ვისაც უჭირს რა. აი ზოგს მე მაგალითად ვიცი, რომ აი ჩაჯდომი ძალიან მაგარ ჯანზე აქვს, მაგრამ წოლჟიმი ვაფშე ვერ აქვს ფორმაში რა. და ორიენტირებულები სულ იმაზე არიან, რომ მაინც ის ძლიერი მხარე რაც აქვს, ის განავითარონ. და ეს სუსტი რჩებათ. ყოველთვის ესე რომ ვთქვათ, აი ისე აკეთებენ რაც არ მოსწონთ რა და აი რას ურჩევ პირობითად როგორ გაზარდონ წონა რა, აი სამუშაო მსუბუქი წონები გქონდეს ცალკე, მძიმე წონა ცალკე, ბევრი გამეორებებით ძალიან კარგი არის მე როგორც ვიცი, რომ აი მაგალითად მოხვიდეთ ერთ დღეს და პირობითად რაღაცა კონკრეტული წონა 3 ან 4 მისვლა ბევრი გამეორება გააკეთო, რამდენსაც შეძლებ. ეგ უკვე მყესისთვისაც ძალიან კარგი არის და თვითონ კუნთისთვისაც. რა, აი, შენ მაგალითად როგორ რეკომენდაციას გასცემ, რომ მაგრად მოამატონ წონები? კი, პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ საერთოდ ამ სამჭიდში ჟიმი ყველაზე რთულია. იშვიათი რომ სამჭიდში ჟიმი ნორმალური კონდეს არიან, რა თქმა უნდა, რომლებიც ყველაფერს უმაღლესი წონებით აკეთებენ, მაგრამ საერთოდ სამჭიდს ვინც მისდევს, ჟიმი შედარებით ჩამორჩებათ. მაგრამ არის ესეთი ტენდენციაც რომ სამჭიდში ორი რაღაც მიდის, ერთი რჩება, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე რომელიმე ჩერდება, თქვათ შეიძლება ამოწევა გაგიჩერდეს, მაგრამ ჟიმი წამოვიდეს, ფეხები წამოვიდეს. მონაცვლეობით ხდება. რაც შეეხება გაზდის მეთოდებს, მოკლედ უნივერსალური ფორმულა არ არსებობს, ყველასთვის არის ინდივიდუალური.
უბრალოდ ძირითად მეთოდებს ვიტყვი, ჩემთვის მაგალითად რაც არის. პირველ რიგში ის რომ აუცილებლად კვირაში ორჯერ უნდა გავაკეთოთ ჟიმი და რაც თავარია, წინა დღისით უნდა ვიყოთ დასვენებული. მაგალითად თუ ვაკეთებთ ორშაბათს ჟიმს, კვირას უნდა დავისვენოთ, რომ ორგანიზმი იყოს აღდგენილი, რა თქმა უნდა, თუ ჩვენი მიზანია ჟიმზე წონის გაზრდა. მაგ შემთხვევაში. და მეორე დღე ავიღოთ მაგალითად პირობითად პარასკევი, ხუთშაბათს უნდა ვიყოთ დასვენებულები. ეს ძირითადი პირობები. მე არსებობს უამრავი მეთოდი, არის 5-5-ზე ძალისმიერი მეთოდია ესე ჟიმზე მოსამატებლად. ბევრი გამეორება, უბრალოდ რაღაც უნივერსალური მეთოდი არ არსებობს. აი რომ მიდიან პირობითად აი ყოველ მისვლაზე რომ მაქსიმალურ წონას წევენ, ეგ ხო სისულელეა. სისულელეა, ეს არის დამოკიდებული პირველ რიგში მყესებზე. ამ დროს შეიძლება მყესი ისე დავიზიანოთ, რომ საერთოდ ჟიმი ვეღარ გავაკეთოთ, გაწყდეს. გამწყდარი მყესი უკვე всё ის აღარ არის, რაც იყო, რაც არ უნდა ოპერაცია და აღდგენა და რეაბილიტაცია გაიაროს, ის აღარ იქნება, რაც ადრე იყო. ამიტომ ჯობია სიფრთხილით, ნენელა დავამატოთ. კუნთმა შეიძლება მოგცეს საშუალება დამატების წონით, მაგალითად წინა კვირას გავაკეთეთ 200-ით. ამ კვირას შეგვიძლია გავაკეთოთ 220-ით, მაგრამ არ უნდა მივიდეთ, იმიტომ რომ მყესი ვერ მოასწრებს ერთ-ერთ სწრაფად ზდას და შეიძლება არის ალბათობა რომ დავიზიანოთ. ამიტომ ნენელა დავამატოთ წონები. აი კვირაში მაგალითად რამდენს გაცემ რეკომენდაციას, აი 2.5 კილო ნორმალური არის კვირაში სავალი შეხო დაუზადო. მოდი ესეთი რჩევა არ მივცეთ, იმიტომ რომ ინდივიდუალურია. ხო არა? ვიღაცამ შეიძლება 1 კილოს ვერ დაამატოს, ვიღაცამ შეიძლება 5 კილო დაამატოს. მაგრამ შეიძლება 2.5 იქონდეს განსაზღვრული, მაგრამ ვერ შეძლოს დამატება. რო შეატყობს, რომ თქვა შეუძლია გაზრდა, საშუალოდ კი 2.5 ნორმალურია, უბრალოდ უნდა მიყვეს. თუ დაამატა 2.5 და შეატყო, რომ ერთი აწევის მაგალითად 2 შეუძლია გააკეთოს. გამეორება შეუძლია დაამატოს, მაგრამ წონის უცბად გაზრდა არა. აი იცი რა მინდა გითხრა, მე პირობითად აი ჩემი ბაზა არის მაქსიმალური წონის აწევა 130 კილო. რა და მე დავიწყე წონის მომატება 100 კილოდან და მე ვცდილობ რომ ყოველ კვირა მოვამატო 5 კილო, აი 5 კილოს უმატებ კვირაში და ავედი რაღაცა პიკზე, ახლა ბოლომდე ხო ვერავალ, გადავწდი და პროგრესი მომცა პირობითად 140 კილომდე, 130 წელზე 140-მდე ავედი. სავარჯიშო წონებზე და ვაკეთებ 5-5-ებს რა. აი მე ჩამოსვლის დროს ისევ პირამიდა ქვემოდან იწყება, ხო? აი ისევ ჩამოვედი პირობითად და 110 კილოდან დავიწყე. საუკეთესო მეთოდი არის უკუ პირამიდა. და უკან ჩამოვდივართ, გამეორებას ვამატებთ და წონას ვამცირებთ. უბრალოდ გამეორებას ვამატებთ. ვამატებთ, კი. ადრე თუ ეწევით 130 კილოს თქვა 5 ჯერ თუ ვაკეთებდით, ვეცადოთ 6 ჯერ აწევა. 7 ჯერ. ესეც უკვე პროგრესია. შეიძლება წონა ვერ დაამატო, კილოგრამი ვერ გაზარდო, მაგრამ იმ წონას თუ 5-ის მაგალითად 6 ჯერ აწევ, ესეც უკვე პროგრესია და წინ მიდიხარ. რაც მომავალში გაძლევს წონის გაზრდის საშუალებას. ასე რომ მეგობრებო, მსოფლიო ჩემპიონისგან რჩევები და ესე რომ მოდიხართ დარბაზში და ყოველ დღე რომ გინდათ რომ მძიმე წონა აწიოთ, ესე დაინგრევთ სახსრებს და მყესებს, ამიტომ არ შეიძლება. მე შევალე ახლა 130 კილოზე. ცოტა გვიანთვები ხოლმე მე რა. დიდი მატორივით? ო, იმენა გვიანთვები. თუ კუნთები თუ არ დამეფანფა ხოლმე, ისე მე ვერ ვწევ რა წონებს. ოპა. დამძიმდა უკვე. ოი მე გადმოვკეთ. ეს გახლავთ პირველი სამუშაო წონა 140 კილოგრამი, რომელსაც გავაკეთებთ 10 ჯერ. კი 140 კილო მაქსიმუმი რამდენია დაწეული ერთ მისვლაზე? გამეორებაში 140 არა, მაგრამ 2015 წელს თუ რაღაც იყო შეჯიბრი, მაქსიმუმი აწეული წონა და ასევე 150 კილოს გამეორება. მაშინ გავაკეთე 270 კილოგრამი მაქსიმუმი და 150 კილოგრამი 25 ჯერ. და მოვიგე ეს შეჯიბრი, ჟიმის 2 ჭიდი ერქვა, ასე ვთქვათ. მაქსიმუმი აწევა და გამეორება და 150 კილო მაქვს 25 ჯერ აწევა. უჩვენია სიძახი. ძალიან ბევრია. 140? ძალიან ბევრია. მოკლედ მეგობრებო, ძალიან რთული არის ჟიმზე წონის მომატება. მე პირადად ჩემი რეკორდი არის 210 კილო
მაგრამ ძალიან ვიწვალე, მაგრამ სულ სხვა ფორმაში ვიყავი, ვინც მე ყოველდღიურად თვალს მადევნებთ. მე ძალიან დიდი რაოდენობით ბევრს დავბივარ და ბევრი სიკვდილი დამხრა კარდიო, თან ფიზიკურ ძალასთან ერთად ძალიან რთული არის, რა. გიო, შენ რამდენი გაქვს გაკეთებული მაქსიმალური წონა აწეული? ჩემი მაქსიმალური წონები კარიერაში, ასე ვთქვათ, 117 კილოგრამი და 800 ვიყავი, როდესაც უკრაინაში დავამყარე მსოფლიო რეკორდი. ეს იყო 297.5 კილოგრამი და ასევე 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მაქვს 285 გაკეთებული აწეული. ეს არის მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზე ყველა დროის ჟიმში წონების მიხედვით. ძალიან ბევრია. გიო, შენ რამდენი გაქვს? ჯერჯერობით 180 მაქვს გაკეთებული. ეს არის ჩემი მაქსიმუმი და რა ვიცი. რამდენი წლის ხარ? 18-ის. 18-ის თან 3 დღეში ერთხელ ღამეს ათენებს. ჯარში ვარ და აღდგენა იმენად კარგი არ მაქვს და ნელა დაიწყო ამის პროგრესიც, წეღარაზეც საუბრობდით, ესე 180 ეგრევე არ გამიკეთებია, სწორი ვარჯიშები არის საჭირო აქამდე რო ახვიდე, გამეორებები ნელ-ნელა და დაჩქარებ, უბრალოდ რო პროცესი დააჩქარო, პირიქით უკან წახვალ და არა წინ და ასე რომ ნელ-ნელა უნდა მიყვეთ პროგრამა, რომელიც გაქვთ განსაზღვრული და ამის დამიხედვით უნდა ივარჯიშოთ. ჩემი აზრით, მე ესეთი აზრი მაქვს, საქართველოში ხო შენი შედეგები ვერავინ არ გააკეთა ძმო. კი, ბოლო 10 წელია, მაგრამ ჩემი აზრით, მე მკვიდრობით გადავა. ერთ ვიდეოში ვთქვი და აქაც გავიმეორებ გიო, რომ მანამდე მინდა წაუგებლად ვიყო, აქამდე არასოდეს არ წამიგია. ანუ ჩემი კარიერის ჟიმის კარიერის განმავლობაში 0 ამიღია, რასაც 0 ქვია, მაგრამ არც საქართველოში, არც საზღვარგარეთ, წონით კატეგორიაში არასოდეს მეორე ადგილზე არ ამდგარ ვარ. არ წამიგია არასოდეს. და მინდა რომ პირველი მომიგოს ამან. ვაა! და მანამდე გავხაჩო ესე, წაუგებლად. ჯანზე. რომ სხვა მარავინ არ მომიგოს, რომ პირველი ამან მომიგოს. აზარი არა. რაგინ 150-ზე შეხვარ შენ? ი. კაი, ერთი ზურგს გავაკეთებ და მერე შევალ მე. აი, ვერ ვაკეთებ აი ესე მაგრად ძმო. ძალიან მაგარი ტრენაჟორია. კაი მაღალია, ხელი კარგად გეშვა. იმენა იშლება მაგრად რა. მე თვალს გადავნებ ხოლმე სოციალურ და ვიციო, ძიმე განტელებით ვარჯიში მაგრად გევასება. აი, მაქსიმალური რა გაქვს განტელების სავარჯიშო წონა, აი რა განტელებით ვარჯიშობ ხოლმე მკერდზე. მოკლედ იშვიათი დარბაზი რო 70-იანები იყოს, რამოდენიმე დარბაზია, სადაც არის 70-იანები და როგორც მახსოვს, გაკეთებული მაქვს 18 თუ 20 გამეორება ზედა მკერდზე და ასევე 87-იანები მაქვს 12-ჯერ გაკეთებული. 87-იანი აწყობილი განტელები, უბრალოდ ეს უსტარულად აწყობილი. ის ლაიო ფიტნესში აქვს 12-ჯერ. 70-იანებია, მან მაქვს გაკეთებული ასევე და power max-იც. უბრალოდ ამ ვარჯიშს ვაკეთებ თვეში დაახლოებით 2 ჯერ, გამეორებებს ვერს ვაკეთებ დღესებისთვის, რომ დღეს ელასტიკობა, ბალანსისთვისაც განტელები ძალიან კარგია და ასევე დღესებისთვის. ჯორჯი გასეთქვი შენ. მე 50 კილოიანები მაქვს გაკეთებული ინკლაინზე 15 ჯერ. ვა, მიგია. ეს არის ჩემი მაქსიმუმი. შვენიერი არის. ისე აი მაგალითად მოყვარულებისთვის მკერდის ვარჯიშზე პირობითად რამდენი ვარჯიშს ურჩევდი? ძირითადი ვარჯიშები მკერდისთვის, რასაც ურჩევდი, არის ასე ვთქვათ, ორცქულის ვარჯიშები, ორძელი, აჟიმანიაც ძალიან ეხმარება ოღონდ წონებით, აზიდვები უკაცრავად. საერთაშორისო ვემზადებოდი, მაშინ შეიძლება მემირჩიე წონებით აზიდვები და მაგარი შედეგი მომცა ძალიან. კი. ასევე კარგია ქვედა მკერდის შტანგით, დახრილი თავით ქვემოთ. და შემდეგ უკვე ერთი ვარჯიში დამატებით შეგვიძლია რამე ისეთი გავაკეთოთ, რომელიც მყესებისთვის და გამეორებისთვის ძალიან კარგია. დაახლოებით 15-20 გამეორება ბოლო ვარჯიშზე სისხლი რო შევასოთ მკერდში. აი ჯაჭვებზე და რეზინებზე რა სიტყვი, იმიტომ რომ შენ მეგიყურებ ხოლმე და რეზინებით ძალიან ჩემი ძირითადი ნეგატიური დაშვებაზე უფრო მაგრად მოვხდით. ჩემი ძირითადი სავარჯიშო, ასე ვთქვათ, მეთოდი არის ეგ, რეზინი და ჯაჭვების დახმარებით და მოკლედ ეს რაში გვეხმარება. როდესაც წონა ჩამოგვაქვს ქვემოთ, საერთო შტანგის წონა აკლდება.
მაგალითად ხდება 200 კილოგრამი, მაგრამ ხელს რო გავშლით უკვე ზედა ფაზაში შეიძლება იყოს 240 კილოგრამი. თუ რეზინებით. ერთ და იგივე პრინციპია, ანუ დაბლა რეზინი სლაბდება, რჩება თავისი წონა შტანგის. რაც მაღლა ვეწევით, რეზინი იჭიმება და მე წონას გვაწვება ქვემოთ. იგივეა ტრიცეპსი არის ყველაზე სუსტი ერთ-ერთი, როცა ჟიმს აკეთებ, ზევით უჭირს ძალიან ბევრს და ამაში ეხმარება ჯაჭვები და რეზინები, რომ ემატება წონები და ტრიცეპსი ძლიერდება მაგ მომენტში. და ზედა ფაზაზე რა სიტყვია, აი პირობითად იმითი რომ ვაკეთებთ ხოლმე სიმაღლით. სიმაღლით ესეც ტრიცეპსისთვის არის, ანუ როგორც თქვა, ახლა ყველაზე რთული არის. შეიძლება მეტი წირს შტანგა ამოაქვს ნახევრამდე, მოძრაობის ნახევრამდე და შემდეგ გაშლა უჭირს. ამ დროს უკვე უნდა გავაძლიეროთ ზედა ფაზა. დი ორ-ძელზე თუ ხმარობ ხოლმე წონებს. რა თქმა უნდა, ანუ როდესაც ახალ ბედა დაიწყებს ორ-ძელის გაკეთებას, პირობითად თუ გაცდება 15 გამეორებას, შემდეგ უნდა დაიწყოს უკვე წონის დამატება, მაგალითად 5 კილოგრამი, დაიწყოს 8 გამეორებიდან, 10 გამეორებიდან, იგივე 5 კილოგრამს როცა აწევს 15 ჯერ, კიდე დაამატოს 5 კილოგრამი და ასე ნელა უმატებს წონებს. შვენიერი. საჭირო ინფორმაციებია. შევიდეთ მოდი შემდეგ მისვლას. შევიდეთ ახლა მეორე მისვლაზე. ეს არის 180 კილოგრამი. 180 კილოგრამი უნდა გავაკეთოთ 6 ჯერ. ხუთიანები მაშინ. ხუთიანები დაუყენოთ. მოდი 150 ავწევ, აბა. ხალისი მომივიდა ცოტა 140. 130 უფრო რთულად წაიღო. ხო, ვიდრე მე. ვიდრე 140. ხო, რა. ხო, გახოდა. აია. აი, მაგა თავი წაიღეს. მოკლედ მეგობრებო, ამ დარბაზად შევეხები, ძალიან ბევრი ლეგენდარული სპორტსმენი არის გაზრდილი, როგორც გიორგი ბეროშვილი, ლევან საგინაშვილი, ლევანი გალდავა, ცხონებული და ძალიან ბევრი სპორტსმენი არის აქ გაზრდილი და აი ძალიან მაგარი დარბაზი არის, აქ რომ მოვდივარ, ყოველთვის ძალიან მაგრად ვარჯიშობ ხოლმე. ერთ-ერთი უძველესი დარბაზი თბილისში და საქართველოში ალბათ მთლიანად. ასევე მარტო ძალისმიერ სპორტში არა, ძალიან ბევრი აქტიური სპორტსმენი არის და ჩვენთან თემურ ვაჭარაძე არის, ჩვენი მწვრთნელი და ძალიან ბევრი მსოფლიო ჩემპიონი ყავს გაზრდილი. ვინც არის ეს დარბაზი, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ, ვისაც ვარჯიში გიყვართ და ბევრ საინტერესო რაღაცას ისწავლით ამ დარბაზში. მისამართი აქ დაეწერება მეგობრებო და შეგიძლიათ მოხვიდეთ და ნამდვილი რკინების გემო იგემოთ აქ. ბევრმა არიცით ახლა დარბაზში, ძალიან ბევრი დარბაზი გაიხსნა, მაგრამ მე პირადად ვარკეთილში შემოვდივარ, ხოლმე ამ დარბაზში მოვდივარ სავარჯიშოდ. ნამდვილი old school ჟიმის დარბაზი. ნამდვილი. და კიდე ერთად ვიტყვი რა, საქართველოში ძალიან ბევრი ეგონკავება გიოს, ისეთ მაგარ ფორმაში არის გიორგი, რომ პირდაპირ გეუბნებით რომ აზრი არ აქვს. აზრი არ აქვს, თყვილად გონკავოთ ბიჭებო. არაუშავს, мотиваცია. არაუშავს. მეც როდესაც ვიწყებდი კარიერას, მქონდა ჩემი რაღაცა განსაზღვრული ისინი, ვისთვის უნდა მომეგო, ვისთვის უნდა მომეხსნა რეკორდები, ვის თვლიდი რომ თქვათ იმის მოხსნის მერე უკვე შეუძლებდი რომ მეთქვა რომ თქვათ მე ვარ ყველაზე ძლიერი სიტყვაზე. იყო რაღაც ადამიანები იყვნენ, რომელსაც ჰქონდათ შედეგები გაკეთებული და მათი შედეგების მოხსნის მერე უკვე ეს არის გენეტიკა, ძმაო, აი იცი რა არის ყველაზე რთული? აი პირობითად ეწევა მაქსიმალურ წონას ერთხელ და შეუძლია ის წონა ერთხელ აწიოს და იმას კიდე ზემოდან 15 კილო დაუმატოს, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც უნდა ცოტა 4 ჯერ მაინც უნდა აწიოს, თუ 10 კილო მოუმატოს და შენ მასე ხარ. კი. ერთხელ არის საჭირო რომ წონა აწიო და უმატებ 15 კილოს, ეგ ძალიან რთულია. კუნთის შემადგენლობაზეა დამოკიდებული, ვიღაცას მაგალითად შეუძლია 100 კილო 30 ჯერ აწიოს, მაგრამ 20 კილოგრამს რო დაამატებს, შეიძლება ერთხელაც ვერ აწიოს. კარგავს წონას. მე მაგალითად, როდესაც შემეძლო 200 კილოს 3 ჯერ აწევა, ან 4 ჯერ, შემეძლო 20 კილოგრამი დავემატები. ანუ 220 ამეწია თუ 200 კილოს 3 ჯერ ან 4 ჯერ ავწევდი. ეს უკვე არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა, გენეტიკაზე, კუნთის შემადგენლობაზე, თეთრი ბოჭკოები, წითელი ბოჭკოები, როგორი თანაფარდობით გენეტიკაც მოსახეზე არის და მოკლედ ბევრ ამაზეა დამოკიდებული ეს. ასე რომ სხვის იყურება რო თქვა, მაგალითად იმან 5 ჯერ აწია და 20 კილოგრამი დაამატა, შენზე შეიძლება არ იმუშაოს. კი ბატონო. მე გიო შენ მახსოვ ხარ პირველ ჟიმზე გამოვედი წოლ ჟიმზე, იქნებოდა დაახლოებით 2006 წელი.
კახეთში ჩატარდა შეჯიბრი და მაშინ გამოხვედი და პირველად დავინახე მეთქი რამდენ წონას ეწევა. წამიგე რა ბავშვი ვიყავი, სკოლაში დავდიოდი მაშინ და არჩილ შაშულაშვილი უნივერსიტეტში ჩატარდა თელავში და აი მაშინ ვნახე პირველად რა. კი, თელავში. მაშინ რა ჯერ როგორ ფორმაში იყავი და აი ეგ მომწონს თუნდაც შენში რომ ასეთი მაგარი დისციპლინა გაქვს, რომ იქედან მოყოლებული მოდიხარ და დღემდე მაგარი შედეგები გაქვს რა. კი. თელავში სხვადასხვა კარგი შეჯიბრები ტარდებოდა, ბექა ატარებდა ხოლმე, მასშტაბური შეჯიბრები იყო, კარგად ორგანიზებული, კარგად მახსოვს მოკლედ ეს ასე რომ ვთქვათ, ძველ დროს უფრო კაი შეჯიბრები და მასშტაბური შეჯიბრები ტარდებოდა, ვიდრე ეხლა. გულდასაწყვეტია, მაგრამ ფაქტია რომ ესეა, მაშინ გამოდიოდა სადღაც 200 კაცამდე გამოდიოდა, შეიძლება 2 დღე გაგრძელებული იყო, იმენი მონაწილე იყო. რატომღაც ეს სპორტი ცოტა ჭტილში წავიდა და რატო არ ვიცი, მაგრამ მინდა რომ პირიქით წამოვიდეს, მეტი ხალხი მოემზადოს, მეტი გამოვიდეს, მეტი ხალხი იყოს სამჭიძე, ორჭიძე, ბიცეპსებზე, რა ვიცი, წოლჭიმზე და უფრო მეტი ახალგაზრდას ჰქონდეს мотиваცია. ბატონო. როგორ მახსოვს შეჯიბზე რომ გამოდიოდნენ არჩილ შაშულაშვილი ახლა საქართველოში არ იმყოფება, ძალიან დიდი სპორტსმენი არის. გიორგი დარჩილი რომ რომ გამოდიოდნენ შეჯიბზე, სულ იმას ითხოვდნენ ხოლმე რომ მუსიკა გათიშეთ, სიმშვიდე და გუზის გაფრენის ხმის არის მოდახონი. შაშულას კი, მე პირიქით შენ იცი რა მახსოვს? სულ მუსიკები, კი, მუსიკები. იჯექი, აი ზედმეტად შანსი არ არის რომ აი რაღაცა ენერგია ზედმეტად დაგეხარჯა რა, მობილიზებული იყო ძალიან. უშუალოდ მისვლის წინ არ მიყვარს საუბარი სხვებთან. ხო, აი მაგაზე მარტო ვიჯდე მუსიკას უსმინო, мотиваცია ავიღო და შემდეგ მივიდე მისვლაზე. არ ვიცი, ზოგი პირიქით, მაგრამ ჩვენთვის ყურადღების გაფანტოა, როდესაც უშუალოდ საშეჯიბრო წონის მისვლისთვის სხვებთან საუბრობ, უკვე მიფატავს რა თქმა უნდა კონცენტრაციას. სწორი მიდგომაა ძალიან. მოდი შევიდეთ შემდეგ. კარგი, შემდეგი წონა არის 210 კილოგრამი სამჯერ. კი ბატონო, მოდი ავაწყოთ. ეს არის 140, ახლა შევიდა 80 და 15-იანი. 80 და 15. მოგეთ მეგობრებო, დიდი ხანია მე მაქსიმალური წონა არ მიწევია, იმიტომ სხვა სტილით ვარჯიშობ და ახლა შეგვიძლია მაქსიმალურს ვთვი 160 კილოს და ამის ზემოთ უკვე რომ შევიდე წონებზე უკვე წნავა საფაშიში მდგომარეობა არის და შევეცდები რომ ავიდო. ოპა. აჰა. Давай, ძლიერა. Давай. მიდი. Давай, გიჟია. გაუშვებ. მიდი. გაშალი. ოპა. აი საოცია 60. მიდი, ახლა შენ შე. დამღრიცა ცოტა, მაგრამ მოკლედ სახუებზე რო ვისაუბროთ, ხშირი დახვევა არ შეიძლება, იმიტომ რომ მაჯებს ასუსტებს, ყესებსაც ასუსტებს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ძალიან მტკივად მყესები არ რაღაცა შეიძლება მიშველება სახუების. სულ ამით ვარჯიშს არ გირჩევთ, იმიტომ რომ შეიძლება მაჯები დაასუსტოს. მე იგივე პრობლემა მქონდა, რომ ძალიან ხშირად ვიხვევდი, უბრალოდ ახლა მყესები მტკივა და ამის გამო ვიხვევ და უფრო ჭკვიანური იქნება ჩემი აზრით, რომ ამ მომენტში დავიხვიო, მაგრამ გახურებებზე ვცდილობ ხოლმე, რომ ნელა საერთოდ გადავაგდო სახუები. და ასე უმატებ და ყოველ ვარჯიშზე მე მინახია, რომ იდაყვებზეც იხვევენ, მაჯებზეც იხვევენ, არ გირჩევთ. თუ მიდიხართ მაქსიმუმზე, ამ დროს შეიძლება რომ მაჯა კარგად დაიჭირო, ან მაგალითად იდაყოზე თუ გაქვთ ტრავმა, ტრავმის დროს ან მაქსიმუმზე როცა მიდიხართ, სხვა დროს მე არ გირჩევთ, თუ სუსტი მაჯები არ გაქვთ. ორი, გავა. აი. რავი, ნახოთ აბა. არა, დღეს არ გინდა. მოტყუებით რო აწევინებენ ხოლმე წონებს, აი ბევრი არის, მაგალითად რო იცის რომ არის 180 კილო და 200 კილოა, 200 კილოს ვერ წევს რა. და მოტყუებით აწევინებენ და იმ ჯანზე წევს 180 კილოს ჯანზე 200 კილოს. აი მე მაგალითად ბევრი სპორტსმენი ვიცი მასეთი. კი, არის ესეთი შემთხვევები, მეც მოსვლია, გონებია სხვა წონა და ამ დროს სხვა წონა იყო. არის, ხდება ესეთი რაღაცები. ყველაზე საშიში, აქ გავიხსენებ, არის უყურადღებოდ შტანგის დატოვება დარბაზში დამჭერების გარეშე. ერთხელ მომიხსნეს წონა ერთ მხარეს. აუ, ეგ კი. და ერთხელ დამიმატეს. სანამ მე თქვა ვემზადებოდი მისასვლელად, თქვა 230 თუ უნდა ყოფილიყო, 15 კილო ქონდა მოკლებული ერთ მხარეს.
ხო ხდები რამხელა ტრამვის საშიშროება მაგ დროს, როდესაც არ შეხედა ვარ დააკვირდები და ერთ მხარეს გიჭირო 15 კილოთი ნაკლები. ამ დროს შეიძლება დაასრულო კარიერა. ასე რომ ყურადღებით, როდესაც შტანგაზე ბევრი წონა გვაქვს ასხმული, ვინმე შემთხვევით არ მოგვიხსნას, რომელმაც არ იცის, თქვათ, წონა საიდან აიღოს, ხდება ტრამვის მიზეზი. კი, ძალიან ბევრი არის, მასე შეიძლება დაჟე ვარჯიშის დროს გამოგიძრონ დარბაზში. შეუულებრივ არის რომ გავთვალისწინოთ ეგ შემთხვევებით. კარგით, ეს არის 230 კილოგრამი. შევხედოთ, ანუ ბოლო წონაზე უკვე დაგეგმილად ვერ მიხვალ, რამდენი წავა, ავწევთ. ამჟამად ვემზადები პოლონეთში იქნება შეჯიბრი, ჩემი დაბადების დღის წინა დღეს სტარდება. ქვია ბიტვა ტიტანო, ქვეყნიდან მიდის მხოლოდ ერთი ადამიანი წორჯიმში, საუკეთესო და ხვდები სხვა ქვეყნის საუკეთესო წორჭიმელებს. დაახლოებით 10 თუ 12 ადამიანი იქნება საერთო ჯამში. ეს უკვე მეორე შეჯიბრია ასეთი ფორმატის. ერთი იყო ყველაზე საუკეთესო შეჯიბრი, რაც გამოსულ ვარ არხანგელსკში ჩატარდა 2014 წელს. ერქვა ბიტვა ჩემპიონო, სადაც სოფლიო საუკეთესო წორჭიმელები იყვნენ და მეორე ეხლა ტარდება ესეთი ფორმატის და ვემზადები ამ შეჯიბრისთვის. და ვნახოთ როგორ წარიმართება შედეგები. კი ბატონო, ხოდი შევიდეთ გიო. ეხლა არის 230. მუსიკა რო ჩავთვათ შეგვიშლის? დავაი. დავაი გიო. გავუძრო. სერიოზული შედეგი არის. 3 პლუსი. დავაი. მიდი. ოპა. დაშალე. დავაი. ძალიან მაგარია. ხო, ადაო. მოკლედ მეგობრებო, დავასრულეთ ვარჯიში, ძალიან წარმატებული ვარჯიში გქონდა. გიო, შენი საომავლო გეგმების შესახებ რო გითხრა, რა გეგმები გაქვს კიდე საომავლო? კი ბატონო, როგორც გითხარით, აპრილის ბოლოს არის ეს ბიტვა ტიტანო, მაგრამ ყველაზე მთავარი, ჩემი ასე ვთქვათ, საომავლო გეგმა არის ის, რომ ერთადერთი медаლი, რომელიც არა მაქვს, დანარჩენი ყველა медаლი მაქვს მოგებული, არის მისტერ ოლიმპიაზე, იცით, ბოდიბილდინგში ტარდება ესეთი შეჯიბრი მისტერ ოლიმპია, სადაც ამ შეჯიბრის ფარგლებში დაუშვეს წორჟიმის შეჯიბრით. მეორე თუ მესამე წელი უკვე რაც ტარდება, შაშან გავიგე შემთხვევით ამ შეჯიბრზე და მინდა რომ ამ შეჯიბრზე გამოვიდე ლას-ვეგასში ტარდება ოქტომბერში და სამომავლო გეგმა არის ეგ, რომ ჩამოვიტანო საქართველოში ამ ოლიმპიის медаლი, ასე ვთქვათ. გიო, შენ კანადაშიც გაქვს დაასპარეზები? კი. კანადაში, ხო. 2 წლის უკან ვიყავი კანადაში, იქაც წონით კატეგორიაში და აბსოლუტურ ჩათვლაშიც მოვიგე, ასე რომ ფაქტიურად ჩრდილოეთ პოლუსთანაც მივიტანეთ საქართველოს სახელი. კოჩახ, მოკლედ ძალიან ბევრი წლებია გიორგის უჭირავს ჩემპიონის სტატუსი და კიდევ ეჭვით არ ემყარება, რომ კიდევ ძალიან ბევრი წელი დაიჭერა მას. რამდენი წლის ხარ გიორგი? აპრილში ხდები 41-ის. დასაფასებელი არის მართლაც. მოკლედ მეგობრებო, ჩვენი დღევანდელი ვიდეო დასრულდა. ჩვენი არხი გამოიწერეთ და ვიდეოს დალაიქება არ დაგავიწყდეთ და კიდევ ერთხელ უკეთესი კონტენტი რო შემოგთავაზოთ, სპონსორებო შეწუხდით, ესეთ კაი კონტენტს ვიღებთ, ამხელა мотиваციას ვაძლევთ ახალგაზრდებს, უფროსებსაც და შეგიძლიათ რომ უფრო უკეთესი, კარგი კადრები რო გადავიღოთ, თუნდაც გიორგი რო წავა შეჯიბრზე, გავყვეთ მთელი გუნდი და ძალიან მაგრად დაგანახოთ ყველაფერი როგორც საჭირო არის. ასე რომ შეგვეხმიანეთ, ასე ელოდებით. აუცილებლად. დავაი. მაგარია.